ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ოთარ ჩრდილელი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრია ჩვენი სტუმარი. საღამო მშვიდობისა. ოთარი იყო ჩვენი კოლეგა, გაზეთ ალიაში მუშაობდა, ერთ დროს ჟურნალისტი და დღეს თქვენს ბიოგრაფიაში ამოვიკითხე, რომ საფეიქრო მასალების კოლორირება არის ასეთი სპეციალობა და რას ნიშნავს? საფეიქრო მასალების კოლორირება იყო ესეთი. ადრე ახლა თუ არის, აღარ ვიცი. ჩემი სპეციალობით არასოდეს არ მუშაობია. 19 წლიდან მუშაობდი, ეს ძირითადად ეხებოდა ქსოვილებს და ასე შემდეგ. შეხებუასია ლაპარაკი, ქსოვილების კოლორი, ანუ თავად აირჩიე კოლორი. თავად არ ამირჩიე. ოთარ, რატომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი? შენ განცხადებები საინტერესოდ მოგვეჩვენა იმ ცნობილი ჩხუბის შემდეგ პარლამენტში. თქვენ თქვით ერთ-ერთ გადაცემაში და სოციალურ ქსელშიც აქტიურობდით, რომ მე და გიორგი ბარამიძე, მაყურებელს უკითხავ, მე და გივი თარგამაძე ერთ სიფტყეში ვიყოთ, ეს არანაირად არ შეიძლება ამ ხალხთან ურთიერთობა. თქვენ ამ ხალხთან ერთად არჩეულ პარლამენტში ყოფნას ვერ გაექცევით, თუ პარლამენტს არ დატოვებთ, ან ვადამდელ არჩევნებს არ მოითხოვთ. ანუ როგორ აპირებთ ყოფნას, აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ განცხადების შემდეგ ერთ სივრცეში თქვენი ყოფნა? დიანა, როგორ არის სიტუაცია, იცით ახლა ჩვენ პარლამენტს ვერ დავშლით და ვადამდელ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ იმის გულისთვის, რომ გიორგი ბარამიძე სამწუხაროდ მოხვდა პარლამენტში და გივი თარგამაძე სამწუხაროდ მოხვდა პარლამენტში. სამწუხაროდ ასეთი იყო გარკვეული კატეგორია ხალხის ნება, რომ ეს ხალხი ალბათ უნდა მოხვედრილიყო პარლამენტში. როგორც თქვენ ყავდა თქვენი ამორჩეველი, იმათაც დავეთ, ასე მოხვდით ყველანი პარლამენტში. რა თქმა უნდა, ახლა პარლამენტი ვადამდელი არჩევნები არანაირად არ შეიძლება რომ ჩატარდეს. ახლა თუ არ დამტკიცდა ქვეყნის ბიუჯეტი და მთავრობასთან დანასისხლად ვართ გადაკიდებული ან ბოინგში ჩავიხოცეთ ყველა პარლამენტარები, მაშინ შეიძლება ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს და ისე იქნება 2016 წელს ჩვენ გქონდა უკვე ანუ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში უნდა ყოფოთ თავი 2016 გაუსაძლის მდგომარეობაში და აი ერთ სიტყვაში არანაირად არ შეიძლება. ერთ სიტყვაში ახლა ის იმას არ ნიშნავს რომ ახლა ხოვნა კოცრით ვიყავით ჩვენ, მაგრამ გარკვეული თუ ისინი კონსტრუქციულად ითანამშრომლებენ ჩვენთან და არ იქნებიან დესტრუქციულად მომართული, რიტორიკას გადააწყობენ როგორც თქვენ. არა, რიტორიკას გადააწყობენ, ახლა რიტორიკით თუნდაც გავყვნენ, ახლა სანამდე მიიყვანთ ეს რიტორიკა. ვინ უფრო აგრესიული იყო იმ დღეს, აი თქვენი განცხადება მაგალითად, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მამაკაცები და მერე დეპუტატები, მუშტები მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში. თქვენ თვლით, რომ ასეთი აგრესიული რიტორიკით ასრულებთ ამორჩევლის დაკვეთას კუნთები თამაშით, რას უნდა მიაღწიოთ? თქვენი მთავრობა არის ის მთავრობა, რომელსაც მართლმსაჯულების ხარვეზების ასე ვთქვათ, გამოსწორების თუ როგორ ქვია, კომისიას ამაზე უარი გააჩერა ეს პროცესი და ეხლა რას მიაღწევთ ამ რიტორიკით და ვინ უფრო აგრესიული იყო იმ დღეს, იმიტომ რომ ის არანორმატიული, ასე ვთქვათ, ცოტა ცუდი ლექსიკა თქვენი უმრავლესობის წევრმა გამოიყენა. გასაგებია ჩემთვის კითხვის პათოსი და მე მინდა ცოტა შორიდან დავიწყო. ეს არ არის ქართულ პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველი შემთხვევა და ერთადერთი და უნიკალური და არც მხოლოდ საქართველოსი, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ცოტა გავიხსნები, რადგან ჟურნალისტები ვბრძანდებით ყველა და ცისკარიშვილმა უკრიდან მიპარვით საგანელიძეს ჩაარტყა, გახსოვთ ყველას, ვალერი გელაშვილიც ემეს, კობა დავითაშვილიც ემეს, ზურა აბაშიძეც ემეს, კირკიტაძემ დაცვის თანამშრომელიც ემა პარლამენტში, კაკო ბობოხიძემ ერთი წუთით. კაკო ბობოხიძემ პეტრე მამრაძეს დაარტყა, თუ ალიყური დაარტყა, ერთმა ნაციონალურმა დეპუტატმა მეორეს ოპოზიციონერს ვაზელინი მიაწოდა და მაშინ რატომაც სულეიმანოვმა ბაღათურიას. კი ბატონო, გახსოვთ. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ცუდია, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, როდესაც ადამიანი საუბრობს კონკრეტულად ერთი რეგიონის, კონკრეტულად ერთი ქალაქის, ერთი სოფლის, ერთი პიროვნების ტრაგედიაზე და ამ დროს მეორე თითს უტრიალებს, რომ ნორმალური არ არის. ახლა როგორ შეიძლება გია ბარამიძე ან კაცობით, ან ადამიანობით, ან განვლილი გზით, ყოველას მისი გზა აქვს, რა თქმა უნდა, შეიძლება გია ბარამიძეს მიაჩნია ის გზა, რაც გაიარა სწორგზად, მაგრამ არის მეორე შეხედულებაც, რომელსაც მიაჩნია, რომ გია ბარამიძე არ იყო იმ სიტუაციაში მართალი. და მე არ ვეხები ხა აფრასიძეების თემას, კონკრეტულად ამ თემაზე გესაუბრებით. და რაც შეეხება იმას, რომ ნამდვილად ცუდი ფაქტი მოხდა, რა ვერ გეტყვით ახლა, რომელი უფრო აგრესიული იყო, მაგრამ სავარაუდოდ ვულკანმა იხეთქა. მაგრამ თქვენ გააგრძელეთ ეს რიტორიკა მოგვიანებითაც, ჯაჭვიანით და ჩხუბით ეს დასრულდა, მაგრამ თქვენ შემდეგ ეთერებში იმეორებდით ამას, რომ ჩემთვის ჩმორია ის ადამიანი, ვინც საქართველოს უღალატა. სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, ჩმორები არიან ქვეყანას მართავდა ჩმორთა ჯგუფი. თქვენ მიერ ჩამოთვლილი ინციდენტები ჩმორთა და სოციოპატთა ჯგუფი. სოციოპატთა ჯგუფი, ხო, ნუ ეხლა თავად თვითონ აი ჩმორის მნიშვნელობა თუ იცით სიტყვის ეს ერთი და მეორეც ერთი, ანუ
მათ ყავთ თავიანთი ამომრჩევლები, ბატონო თარდა. თქვენ თუ საქართველოს მოქალაქეებს პატივსცემთ და ვერ უმტკიცებთ ამ ადამიანებს დანაშაულს, მაშინ იქნებ პატივისცეთ თქვენს თავსაც და არ მიმართოთ ასე. ბევრის აზრია ეს. რიტორიკა რამდენად ნორმალურია. ქაბადოთეონ აქ მორალის საკითხავად ეხლა არა ვართ მოსული, მე გეტყვით ერთ რაღაცას. მათ ყავთ თავიანთი ამომრჩეველი. ჩვენს ყავდა ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც ვინმე გივი თარგამაძე გვემუქრებოდა და ჩვენს ხალხი ვიყავდა, ჩვენს საზოგადოების ნაწილი ვიყავ. რა თქმა უნდა, ცუდი იყო, მაგრამ მეორე მომენტია, რა თქმა უნდა, სიტყვა ჩმორის მნიშვნელობა ვიცი და დღესაც იგივე არა ხა რატო არა მშვენიერი ჩვენ გვაქვს ამოწევი ხა ჩვენ არა ვიცი რომ გაქვს თქვენ და სხვა მნიშვნელობები აქვს რა თქმა უნდა ძირითადად რუსულ ენასთან მიმართებაში არის და თვითონ ერთი ადგილის არ მქონი ადამიანს ნიშნავს არა ერთი წუთით ახლა მე ცოტა რბილად თქვი და გავრცელებული მოსაზრება რომ ნიშნავს მსჯავრდებულს რომელიც ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და ამ შემთხვევაში რა მიანიშნეთ ამ ადამიანებს სააკაშოს უგულავას ბოკერიას. ეხლა გეტყვით იგივე გივით არგამაძესთან მიმართებაში გივით არგამაძე რატომღაც ვარდების რევოლუციების შეუქმნელად იყო სხვადასხვა ქვეყნებში და გახსოვთ ალბათ უკრაინასთან აგორებული მისი სკანდალი, რუსეთთან აგორებული მისი სკანდალი, კიდე აღარ მახსოვს რომ ამგაც ყოველთვის იწერდნენ. და ყოველთვის გამოდიოდა თვითონ და ყოველთვის ვიღაცას იჭერდნენ. მე არაფერს არ ვსაუბრობ. მე ვამბობ ფაქტებს მხოლოდ და მხოლოდ და ეხლა დანარჩენი თვითონ მან გაარკვიეს და ვისაც მასთან თანამშრომლობს. ამ პარტიას ოთარ ასეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ ამბობთ რომ ესენი არიან ჩმორთა ჯგუფი და ერთ სიფტყეში ისევ დაუბრუნდები ამ ადამიანებთან ძნელია მუშაობა. ესენი არიან არჩეული დეპუტატები, თავიანთი ადგილი აქვთ პარლამენტში. თქვენ როგორ წარმოგიდგენთ ეს პარტია არ უნდა იყოს? თუ ამ ადამიანებისადმი პრეტენზია გაქვთ რომ რაღაც სამართალდარღვევებთან არიან ასოცირებული, ამისთვის არსებობს სპეციალური ორგანოები, რომელთაც უნდა გამოიძიონ ეს საქმეები. თუ ესეთი გამოძიება არ იქნება, მაშინ ესეთი გადალაპარაკება რას მოიტანს? ანუ ეს პარტია და ეს ხალხი არ უნდა იყოს პარლამენტში? დიანა, მე კიდე ერთხელ ვიმეორებ, არჩევნები იქნება 2016 წელს, მანამდე ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს გვინდა არ გვინდა, ეს არის რეალობა და ეს არის დღევანდელი მოცემულობა. მანამდე ჩმორები უნდა ეძახოთ მანე. ახლა ჩმორები რა შეშუაში ახლა იყო იქ რაღაც X მიაღწია, როდესაც წავიდა ესეთი საუბარი, მაგრამ არის მეორე მაგრამ თქვენ არ იყავით ამ კონფლიქტის მონაწილე, მაგრამ გააგზელეთ რაზეც დაუნებობა გვაქვს ყველას, მით უმეტეს ახლა დეპუტატი, როდესაც ახარ და ასეთ მაღალ საფეხურზე და იერარქიაზე ხარ, რა თქმა უნდა არის ეს, მაგრამ მეორეც არის ქართული ანდაზე გვასწავლის, რასაც მომისვამ ხელზეო, იმას მომისვამ წვერზეო. ანუ როდესაც სოსო ჯაჭულიანს მან მიმართა, უბრალოდ არაკორექტული ჟესტიკულაცია იყო, მან მიიღო პასუხი შესაბამისი. ხო ეს თქვენ არ ვამართლებ, არც სოსო ჯაჭულიანს და არც ბატონ ბარამიძეს. თქვენ არამხოლოდ თმენის ვალდებულება გაქვთ თქვენ ამ ტიპის საქციელი და ამ ტიპის რიტორიკით თქვენ ეწინააღმდეგებით თქვენსავე ლიდერებს. ბიძინა ივანიშვილი სექტემბერი პრესკონფერენცია. ნაციონალები არ უნდა იყვნენ წყალგამყოფები, ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან და უნდა მივცეთ საშუალება რომ ჩვეულებრივად იგრძნონ თავი. ისინი არჩეულები არიან და ჩვენც უნდა დავექვემდებაროთ კანონს. ესენი ჩვენი მოქალაქეები არიანო. მან თქვა ასეთი რამე. პარლამენტის თავმჯდომარენო, ნაციონალური მოძრაობის როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. თქვენ სათხართ. გეტყვით ახლა ბატონი ბიძინა ბრძანებს რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ მივეცით საშუალება ამ ხალხს მოსვლისა, რომ თავიანთ საზოგადოებასთან ყოფილიყვნენ, ასე ვთქვათ, აკომოდაციაში მაინც ყოფილიყვნენ, სამწუხაროდ ისინი ძველ წარსულში ჩარჩენ, რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გადავარჩინოთ ნაციონალურ მოძრაობას. მე მაგალითად ვერავით არის მაშვილი რგოლივერი ვიქნები, რომ ნაციონალური მოძრაობა გადავარჩინო. ნაციონალურ მოძრაობას აქვს თავისი გზა, ქართულ ოცნებას აქვს. ნუ არ ეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერ ივანიშვილს თუ ეთანხმებით, რომელიც ამბობს, რომ ისინიც საზოგადოების წევრები არიან და ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, რომ იყვნენ ერთ ველში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვაძლევთ კიდევაც საშუალებას. ვის დავშორდეთ, ესენი ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან, სად წავიყვანოთ, სხვაგან გადავასახლოთ თუ რა, იგივე პრესკონფერენციაზე არის ციტატა. ყოველთვის იქნება ჩვენ შორის ასოთა ჭიდილი. ისინი მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, პარალელურ სამყაროში მოყვებიან. ისინი დღევანდელ რეალობაში არ არიან. მე სამწუხაროდ თუ არ ვწდები რეიგანის შეელმა დაგბენდომ მიხეილ სააკაშვილს უწოდა იდიოტი ბავშვი. და შემდეგ რიჩარდ მაილსმა ახლა დაგმოჩნდა რომ თლად შეშლილი არ არისო. ანუ ახლა ამ გუნდის წევრები იყვნენ ესენი და ეს მოცემულობა ჰქონდა წლების მანძილზე და ახლა დანარჩენი ტელემაყურებელმა გაარკვიეს. ახლა ესენი იყო სოციოპატთა და როგორც ვთქვი ეს ჯგუფი. მე მათთან ერის მოსაჭრელი აღარ იმეორებთ ამ სიტყვას, ანუ რამე ტიპის შენიშვნა ხომ არ მიიღეთ თქვენ თანაგუნდელებისგან რომ სხვა ტიპის
არანაირ შენიშვნა ჩვენ არა ვართ ის გუნდი რომ რამე ისეთი იყოს აი მკაცრი ზედამხედველობა იყოს და ყველაფერზე ასკილივით ერთმანეთს თავს უქნევდეთ როგორც ეს ნაციონალურ მოძრაობაში იყო როდესაც გაიგრძელდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი და ელოდებოდა მიშა სააკაშვილის გაუგზებას რომ ჩაიდავლიოთ თუ ყავაო ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენს ქმედებებში თავისუფლები ქმედებებში ასეთ ქმედებებში არა ასეთ ქმედებებში არა რა თქმა უნდა ჩვენ უტრირებთ არა ჩვენ არაფერს არ ვუტრირებთ იქ ძალიან ცუდი სანახავი იყო ის რაც მოხდა როგორ უნდა იმუშაოთ კომიტეტებში კარგით გავიგეთ რომ თქვენ ერთმანეთი არ მოგწონთ და ეს ბუნებრივი ცენი რომ არ მოგწონთ როგორ თანამშრომლობთ კომიტეტში ანუ საზოგადოებას თქვენი მუშაობა სჭირდება და როგორ ახერხებთ აი ამ ტიპის დამოკიდებულების ფონზე კომიტეტებში მუშაობა უსულოდ არის გამოთქვა ჩერის ნომაგუ უნდა გააკეთო უნდა შეძლო აი როგორ არის ჩერის ნომაგუ რა უნდა მოხვიდე და უნდა შეძლო მათთან ერთად თანამშრომლობა სხვა შორის არის ის გარკვეული საკითხები, როდესაც ჩვენი აზრები თანხმედრაში არის და მე მივესალმები ძირითადად ეს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებასთან იყო, როდესაც ჩვენ ერთხმად მივიღეთ რეზოლუცია და ჩვენი ქვეყნის კურსი ერთხმად დავტოვეთ როგორც იყო ევროატლანტიკისაგან და ევროპისაგან. ბატონო, ამ განცხადების შემდეგ თქვენ პარლამენტში იყავით, მაგალითად გივით არგამაძეს შეხვდით ან გიორგი ბარამიძეს? რა ვიცი, მესალმებით ერთმანეთს გვაინტერესებს. არა, ხო, მისალმებით არ ვიცი, ახლა თუ შევხვდებიან სადმე მივესალმები რა თქმა უნდა. ჯაჭვიანი როგორ არის იმათთან? ჯაჭვლიანი? არა, ჩვენ პარლამენტში ჩვეულებრივად დავდგეთ. ახლა დასანახად ჩუბობ და ისე არა, ეხლა უტრირებ, ეხლა მესალმებით, ეხლა ტუჩზე კოცრი და მოკითხეთ ესე არა, მაგრამ გამარჯობა, ეხლა ღვთისა, სალამი ღვთისა. ბატონო, რა გავაკეთებთ, რომ მაყურებელს დაჭდეს შტაბ-შტილება, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმში ვართ კიდე. ესეთი რაღაც გადახრები სხვა შორის მოდის მასმედიიდან და კოჰაბიტაციის რეჟიმში პარლამენტი იქნებით, იმიტომ რომ ორი პოლიტიკური ძალა ხართ და არა, დიანა, ეხლა ორი პოლიტიკური ძალა იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივ კოჰაბიტაციის რეჟიმში იყო. ჩვენი სიბრტყე გვაქვს, მათ სიბრტყე აქვთ. რაღაც უცნაური განცხადებები. საერთოდ არ ხვდებით არც? ბუფეტშიც არ ხვდებით ერთმანეთს. სამწუხაროდ ბუფეტში არ დავდივარ. კარგით, თქვენ რა პოზიცია გაქვთ მაშინ აი ამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებასთან დაკავშირებით? აბა გისმენთ. ჩემის აზრით ეს კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას და აუცილებლად უნდა შეიქმნას, როდესაც საჭიროდ ჩაითვლება უпростоრად უკვე საჭიროა ჩემის აზრით და ალბათ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ეთიკის კოდექსი იცნობთ, რომელზეც ხელი გაქვთ მოწერილი? 2004 წელს კი ბატონო ვიცნობ რა თქმა უნდა და 2004 წელს შეიქმნა და ვწუხარ თუ დავარღვე ეს კოდექსი და ალბათ სავარაუდოდ დავარღვე კიდევაც. კი, მოვალია პარლამენტარი რომ სხვა პირთა შეურაცხყოფა და უპატივცემულობა არ დაუშვას და არ უნდა იყენებდნენ დამამცირებელ გამონათქვამებს და უხამ სიტყვებს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა რომ ეს ჩარჩოს ჩასასმელი დოკუმენტი არ უნდა იყოსო და ჩვენ შევეცდებით ამ კოდექს პოპულარიზაცია გაუწიოთ და ამონარიდები შევახსენოთ დეპუტატებს. ჩვენს დაგაკვირდებით. დიდი მადლობა, ოთარ ჩრდილელი უმრავლესობის წევრი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გადაცემა დასრულდა. როდემდე მშვიდობა. ხვალამდე 18 საათსა და 25 წუთზე ვიქნებით ისევ ეთერში. ნახვამდის.